საარჩევნო კოდექსის განხილვას გრძელდება. ცვლილებები დღეს დავით მათიკაშვილმა საპროცედურო საკითხთა და დიასპორის კომიტეტის ხდომებზე წარადგინა. აქცენტი ამჯერადაც ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესის ცვლილებაზე გაკეთდა. ინიციატივის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეძლებენ. გადაწყვეტილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკა, გარეჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დასახელდა. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მათი თქმით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს ქართულ არ უჭერს, რის გამოც ხელისუფლება მათ ხმების უფლებას უზღუდავს. მას შემდეგ, რაც ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში მძვინვარე კორუფციის და შესაბამისად უკიდურესი სიდუხჭირის გამო ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან გააქცია, ახლა მათ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებასაც ართმევენ ხმის მიცემის სახით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ უკანონობით და მავნებლობით და იქ არის კიდევ ბევრი უკანონობა და მავნებლობა, რომელიც ოფიციალურად აკანონებს ქვეყანაში საბჭოთა ტიპის არჩევნებს. რასაც ახერხებს ოცნება საქართველოში, ხო? რას ახერხებს? შანტაჟს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, დამუქრებას, პროპაგანდით მათზე წარმოუდგენლად დიდ წნეხს და ზემოქმედებას, ამას ის ვერ ახერხებს ემიგრაციაში, ბუნებრივია. და სწორედ ამიტომაც არის რადიკალურად განსხვავებული მონაცემები ემიგრაციაში და ამიტომაც ვერ ღებულობს ოცნება იქ თუ არ ვწდებით 13 თუ 14%-ზე მეც. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ ანტიდემოკრატიულად და ანტიკონსტიტუციურადაც კი შეიძლება შეფასდეს ოცნების ეს გადაწყვეტილება. სახელმწიფო ხო არ უზრუნველყოფს იმას, რომ მაგალითად ბათუმში დარეგისტრირებული ადამიანი თუ ის ფიზიკურად თბილისში ცხოვრობს, ჩაიყვანოს ბათუმში. ან თბილისში გაუხსნას იქ მაგალითად საარჩევნო urna. ამას ხო არ უზრუნველყოფს, უნდა ნება იბოძოს ამ ადამიანმა და წავიდეს იქ, სადაც არის დარეგისტრირებული. და იგივე ლოგიკა აქვს, წლებია არ ხარ ქვეყანაში, გინდა მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, გადაწყვიტო, რომელი ხელისუფლება უნდა ყავდეს იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს და ისიც არ გინდა, რომ იქ ჩახვიდე არჩევნების დროს. არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება. იმისათვის, რომ მათ შორის დიასპორა იყოს დაცული წნეხისგან, ზეწოლისგან, ვინაიდან ისინი სულ უფრო მეტად და მეტად გახდებიან სამიზნე უცხო ძალებისა, რომ ისინი მათი გამოყენებით საქართველოში პოლიტიკური მათ მიმართ, ამ უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყონოს, ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი, რომელიც მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში სხვათა შორის, სადაც ყავთ ძლიერი დიასპორა: სომხეთი, ისრაელი, ირლანდია, მალტა.